ქართული ოცნების დეპუტატების კავშირები ბიზნესთან გამარტივებული შესყიდვები, ტენდერები და შედეგად მიღებული მილიონობით ლარი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად ოცნების 87 დეპუტატიდან 41 ბიზნესთან კავშირი აქვს. აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17. კვლევის მიხედვით 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები წილს ფლობენ, 271 ტენდერი აქვთ მოგებული, ხოლო 13 კომპანიას, რომლებშიც წილს ასევე დეპუტატები ფლობენ, 301 გამარტივებული შესყიდვა. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან 7.710.986 ლარი მიიღეს, ხოლო ტენდერების მოგების შედეგად 669.900.569 ლარი. კვლევა საჯაროდ არსებულ წყაროებს ეყრდნობა. მასში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ პარლამენტის საქმიანობაში. 87 დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17. საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს: ანტონ ობოლაშვილი 4.860.828 ლარი, შოთა ბერეკაშვილი 4.712.124 ლარი, გიორგი ჭყონია 4.373.744 ლარი, ზალ დუგლაძე 1.470.979 ლარი, გიორგი ბარვენაშვილი 1.33.8 ლარი, ლაშა ტალახაძე 680.000 დოლარი. ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს. 5-ზე მეტი კომპანიის მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები: ვასილ ჩიგოგიძე 21, გიორგი ჭყონია 20, გიორგი ბარვენაშვილი 11, ბეჟან წაქაძე 8, ზალ დუგლაძე 7, გიორგი ხახუბია 6, ირაკლი კირცხალია 6. კვლევის თანახმად 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, 271 ტენდერი აქვს მოგებული, 465.969 ლარი. 13 კომპანიას მიღებული აქვს 301 გამარტივებული შესყიდვა, 7.716.986 ლარი. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ ოცნებაში. ივანიშვილის პარტიის წევრები მათი თანაგუნდელების ბიზნესთან კავშირებში პრობლემას ვერ ხედავენ. რადიკალების პროპაგანდისტები ტყუილებს და პროვოკაციებს არ ეშვებიან. ის რომ საზოგადოება წარმატებულ ადამიანებს ირჩევს თავის წარმომადგენლებად საქართველოს პარლამენტში, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. დანარჩენი ბუნებრივია ყველაფერი არის სპეკულაცია. ყველა გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ მიღებული ამასობრივი ხელისუფლება გულისხმობა ამ წუთას არის საჯარო, ასე რომ ამ საჯარო გადაწყვეტილებებიდან მიმართებით თუ იმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ჩვენს ქვეყანაში არის სასამართლო სისტემა, მაღალი გამჭვირვალეობით და შეუძლია მას მიმართოს. დანარჩენი არის ყველაფერი, რა თქმა უნდა, სპეკულაცია, რა თქმა უნდა, ტყუილი და ამაზე მეტი პასუხი ნამდვილად არ არის საჭირო. თქვენ იცით, რომ არსებობს საქართველოში კანონმდებლობა, რომელიც მიხედვითაც მართვის უფლება არ აქვს თანამდებობის პირს, წილის ფლობის უფლება აქვს თანამდებობის პირს. თუ სხვა რაიმე პროცედურები არის დარღვეული, ამასთან დაკავშირებით თქვენს გაქვთ შესაძლებლობა და ბევრი ინფორმაცია საჯაროა, შეგიძლიათ კონკრეტიკა მოიტანოთ აქ არა ჩემთან, მე ამას ვერ განვიხილავ შესაბამის უწყებაში და დარწმუნებული ვარ პასუხს გაგცემენ. ან თავად ამ დეპუტატებს გითხოთ თუ რაიმე კითხვა გაქვთ და ისინიც დარწმუნებული ვარ რომ ამომწურავ პასუხს გაგცემენ. მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2.738.586 ლარი, საიდანაც ქართულ ოცნებასა და 2018 წელს მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატზე ჯამურად 2.633.086 ლარი მოდის. თიაის თანახმად მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებიდან 2-მა 2012 წელს იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. გოჩაენუხიძემ 60.000 ლარი და ანზულ ბოლქვაძემ 6.500 ლარი. პარტია ხალხის ძალას თანხა 2 დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 38.000 ლარი და გურამ მაჭარაშვილმა 1000 ლარი შესწირა.